მოგესალმებით, ვაგრძელებთ ამოცანების გარჩევას, მე-7 თავიდან, ჩვენ ახლა ვართ 7:52-ზე. 52 ამოცანა. საკოორდინატო სიბრტყეზე მოცემულია წერტილები. ჩავნიშნოთ რა წერტილებია მოცემული. მინუს a b b წერტილი არის a მინუს b კოორდინატებით და c წერტილი არის 3a b კოორდინატებით. სადაც a b ნულისაგან განსხვავებულია. ჩავნიშნოთ ესეც. იპოვეთ ABC სამკუთხედის გვერდების საკოორდინატო ღერძებთან გადაკვეთის წერტილები. ახლა ეს ისეთი ამოცანაა, ნახაზი ძალიან უნდა ხმარებოდეს და ჩვენც მოდით ავხაზოთ ახლა ნახაზი. პირობითად A, B ჩვენ ვიცით რომ დადებითია, ანუ პირველი მეოთხედის კოორდინატებია და არა, ბოდიში დადებითები კი არ არის, ნულისაგან განსხვავებულებია. კარგი. ხო, თქვენ არ ვიცით შესაბამისად A და B უარყოფითია, დადებითია და მაშინ ავიღოთ ახლა ჯერ სადაც გვინდა. ხანდახან შეიძლება დამოკიდებული იყოს ამოცანის პირობა A დადებითი იქნება თუ არყოფითი იმ ფაქტორზე და მაშინ ორი შემთხვევა გვაქვს განსახილველი, მაგრამ მოდი ჩვენ დავიწყოთ ახლა დავაკვირდეთ რა ხდება. არა მგონი აქ ორი შემთხვევის განხილვა მოგვიწიოს. უბრალოდ ერთ ფაქტს დავაკვირდეთ, აი ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ადაპტაციასთან კავშირებით, როდესაც თქვენ ასე მოგივათ კოორდინატები, აქ უნდა გაგახსენდეთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ეს არის ცენტრის მიმართ სიმეტრია. მოდი გავიხსენოთ აბა ეს დეტალი ახლა ჩვენ. პრინციპში უკვე ამ დროისთვის, როდესაც ყვაბელიძის მე-7 თავზე ხართ, მოდი ყვაბელიძეს ნუ ავიღებთ მაინც თქვენ ნიშნულად, იმიტომ რომ არა მგონია ახლა მასწავლებლების უმრავლესობა ზუსტად ისე მიყვებოდეს პროგრამის მოსწავლეებზე მიწოდებას, როგორც ყვაბელიძის გადმოცემული, იმიტომ რომ ყვაბელიძის სახელმძღვანელო გარკვეულ მზაობას უკვე მოითხოვს და ანუ იგივე თქვათ ფუნქციებზე მუშაობის დროს შესაძლოა მთელი მასწავლებლებს არ ქონდეთ პითაგორის თეორემა ახსნილი და ყვაბელიძის მე-7 თავი უკვე ამას ითხოვს. არ ქონდეს გეომეტრიიდან მთელი რიგი მასალა და პრინციპში როცა ჩვენ აქ მე-7 თავზე ვართ, თითქმის ნახევარი გეომეტრია ისი აქ ზოგიერთი ამოცანა მოწოდებული უკვე გავლილი უნდა გქონდეს და შესაბამისად გარკვეული აცდენები არის. ჩვენ ახლა როდესაც ვარჩევთ ამოცანებს, კომენტარებს ვაკეთებთ წინსწრებათაც, მაგრამ იმასაც ვამბობთ, რომ იგივე დეტალები შეიძლება მოსწავლემ არ იცოდეს და თავის დროზე იმასაც სიღრმისეულად ისწავლის. მაგრამ როდესაც ფუნქციებზე ვსაუბრობთ, მე მგონია საკოორდინატო ღერძების მიმართ სიმეტრიები უკვე მოსწავლემ უნდა იცოდეს. მაგალითად, უნდა იცოდეს, რომ როდესაც წერტილი ჩვენ გადაგვაქვს OY ღერძის სიმეტრიულად, როგორ იცვლის ის კოორდინატებს. აი მაგალითად, გვაქვს A წერტილი A და B კოორდინატებით და გადაგვაქვს Y ღერძის სიმეტრიულად, ხო? ნუ მაშინ Y კოორდინატი იგივე რჩება და იცვლება X კოორდინატი. აი ანუ აქ გვექნება მინუს A B წერტილი. თუ ჩვენ წერტილი გადაგვაქვს OX ღერძის სიმეტრიულად, მაშინ პირიქით აქ X კოორდინატი იგივე რჩება, აქ ძალიან მარტივი საჩვენებელია, მეგობრებო, რომ აი აქ თუ A წერტილის X კოორდინატი არის A, ცხადია X ღერძის მიმართ სიმეტრიული გადატანის დროს მიღებული წერტილის X კოორდინატი იგივე დარჩება, ხოლო Y კოორდინატი იქნება ზუსტად იმდენივეთი დაშორებული კოორდინატა სათავიდან, როგორაც იყო დაშორებული A წერტილის კოორდინატი, ხო, ნუ B-ი იყო დაშორებული და შესაბამისად ქვემოთ, როგორც საპირისპირო მნიშვნელობით, B-ი იქნება და მინუს B იქნება, ანუ A2'-ის კოორდინატი. რაც შეეხება კოორდინატთა სათავის მიმართ სიმეტრიისას, თუ დავაკვირდებით, ეგეც არ არის ახლა მძიმე დასასაბუთებელი. რიცხვითი მნიშვნელობები იგივე იქნება A და B, ანუ კოორდინატთა საკოორდინატო სათავიდან იგივე მანძილით იქნება დაშორებული A-დანაც B-დან, X-დანაც, Y ღერძიდანაც, ოღონდ აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით, ხო? შესაბამისად A და B კოორდინატ პირველი X და Y კოორდინატები იქნება მინუს A მინუს B.
ანუ რა გამოდის? თუ ჩვენ გვაქვს ორი წერტილი, რომელთა კოორდინატები მოპირდაპირედ იცვლება, ხო, შესაბამის კოორდინატები, ჰა? მინუსა და აქ არის a, b და აქ არის მინუს b. შესაბამისად, გამოდის, რომ ისინი ცენტრული სიმეტრიას წარმოადგენენ ერთმანეთისას. ცენტრული სიმეტრიით არის ასახული ერთი მეორეს მიმართ. ნუ სიმეტრიის ცენტრი არის კოორდინატთა სათავე. და შესაბამისად, სადაც ავიღებდით ჩვენ აწერტილს, აი მოდი პირობითად ვთქვათ აწერტილი ავიღოთ აქ. აქ ავიღოთ აწერტილი. მაშინ სად იქნებოდა b წერტილი? ნუ b წერტილი დაახლოებით ახლა თუ ჩავთვლით, რომ ეს არის მინუსა, მაშინ ეს იქნებოდა a და თუ ჩავთვლით, რომ ეს არის b, ეს იქნებოდა მინუს b. მაშინ აქ იქნება b წერტილი. სად არის ახლა c წერტილი? c წერტილი ვიზუალურად ავიღოთ a და ეს თუ არის a მონაკვეთი, აი ეს თუ არის a, 3a იქნებოდა სამჯერ უფრო შორს, ხო? დაახლოებით თვალით ალბათ ასე და აი აქ გამოდის 3a. და b შესაბამისად უნდა იყოს b-ს გასწვრივ, ხო? ასე იქნება. აგერ არის c წერტილი. მოდი შევაერთოთ ახლა სამკუთხედის წვერუები. მოდი სხვა ფერით შევაერთოთ, ვთქვათ იყოს ეს წითელი. ასე იქნება. მომენტი. აქ იქნება აი ასე გავაკეთოთ ეს და ასე გავაკეთოთ აი ეს. კარგი, ჩუკითხვა იყო სად კვეთენ მიღებული სამკუთხედის გვერდები საკოორდინატო ღერძებს, ხო? AC გვერდი სად კვეთს და AC გვერდი კვეთს OY ღერძს და სად კვეთს B კოორდინატში, ხო? B კოორდინატი. სად კვეთს ახლა AB გვერდი? AB გვერდი ორივე ღერძს, OX და OY ღერძსაც კვეთს 0-ში, ხო? კოორდინატთა სათავეში გადის და მოდი ასე დავწერთ პირდაპირ კოორდინატთა სათავე. და სად იქნება ახლა BC გვერდის გაკვეთა? ნუ BC გვერდი კვეთს OX ღერძს. შეიძლება გარკვეული ასე ლოგიკითაც თვალითაც მივხვდეთ, რომ ეს იქნებოდა შუა წერტილი a და 3a-ს შორის, ანუ იქნებოდა 2a. მაგრამ საიდან შეგვიძლია ახლა ეს უფრო აცრად დავასაბუთოთ, აღწეროთ. შესაძლოა ზოგიერთს ახლა ვინც ამ ვიდეოს უსმენს არ კონდეს მსგავსება ნასწავლი ან სამკუთხედის ტოლობა უბრალოდ, ესე უფრო საწყისი ეტაპია და ნუ ვერ მივხვდარიყო ახლა არა გავლილი წრები აღარ ქონია ამასთან შეხება ვთქვა და ვერ ხვდება აი როგორ უნდა დაასაბუთოს ეს რომ არის 2a. მაგრამ მოდი გავიხსენოთ სამკუთხედის ტოლობის ნიშნები. რა დროს არის ორი სამკუთხედი ტოლი? ნუ ერთ-ერთი ასეთი ნიშანი არის მეგობრებო, ორი კუთხითა და მათ შორის მდებარე მათი საერთო გვერდით. აი თუ ერთი სამკუთხედი და მეორე სამკუთხედი გვაქვს უცეული, რომელთა ორი კუთხე, ეს ორი კუთხე ერთმანეთის ტოლია და მათი საერთო გვერდი, აი ეს გვერდი ტოლია, მაშინ სამკუთხედები ტოლი გამოდის. ანუ დანარჩენი გვერდი და კუთხეც ტოლი ექნებათ მათ. მოდი დავაკვირდეთ რა ხდება ახლა ამ შემთხვევაში. შეხედეთ, ეს ხომ მართი კუთხეა. ეს ხომ ვერტიკალური კუთხეა, ანუ ერთმანეთის ტოლი. და მართკუთხა სამკუთხედში, ნუ ნებისმიერ სამკუთხედში ახლა ორი კუთხე თუ ტოლია, ცხადია, მესამე კუთხეც ტოლი იქნება. დააკვირდით ახლა ეს მონაკვეთი, აი ეს მონაკვეთი ხომ ტოლია აი ამ მონაკვეთის. რატო? იმიტომ რომ 0-დან 1-დან დაშორებულია, მინუს b არის, ანუ b-ია დაშორებული, ზემოთაც c, b-ია დაშორებული x ღერძიდან და შესაბამისად ტოლებია. ანუ გამოვიდა სამკუთხედის ტოლობის მეორე ნიშანი, ხო? ნუ ეს ნიშანი. ორი კუთხე და მათი საერთო გვერდი ტოლია, ანუ გამოდის, რომ შესაბამისი გვერდებიც ტოლი იქნება. შესაბამის გვერდებად რა ითვლება ახლა? ორხაზიანის მოპირდაპირე გვერდი, აი ეს
და აქაც ამ სამკუთხედში ორხაზიანი კუთხის მოპირდაპირე გვერდი, აი ეს ერთმანეთის ტოლია. და გამოდის, რომ აი ეს მონაკვეთი, აი აქედან აქამდე მანძილი შუაზე გაგვიყვია და რა იყო ამ მანძილის სიგრძე? ხო, იყო 300 მინუს a. ანუ დიდ კოორდინატს ვაკლებთ პატარა კოორდინატს, ამ ორ წერტილს შორის მანძილი რომ გავსვასო, ხო, რიცხვით ღერძზე. და შესაბამისად ეს მანძილი 2a იყო და 200-ს თუ გაყოფ შუაზე, აი თვითონ მანძილი არის 2a, ანუ აქეთაც a გამოდიოდა ამ მონაკვეთის სიგრძე და აქეთაც a. მაშინ რა იქნებოდა ამ კოორდინატის ზომა? 2a. იმიტომ რომ a-დან 10 არის დაშორებული. ანუ ეს x ღერძ 2a კოორდინატში კვეთს. პრინციპში მარტივად დავწუნდებით ახლა და არც მინდა აქ ჩვენ სხვაგანაც რომ ყოფილიყო, აი a წერტილი სხვა მეოთხედში ანალოგიურად მივიღებდით სიტუაციას. მაინც გადავამოწმოთ მოდით პასუხები. 0 წერტილი, ხო, ეგ კოორდინატთა სათავე. აჰა, პრინციპში წერტილის კოორდინატები რომ ჩავწეროთ, ამისი არის 2a 0 0, ამისი არის 0b და ამ წერტილის კოორდინატი არის 2a 0. ხო, ეგ იქნებოდა პასუხი. ცოტა ახლა აქ გვიწევს ისეთ თემებზე საუბარი, ხოლმე ჩემს მოსავლებს უფრო მიმართავ ამ შემთხვევაში. ჩვენ ცოტა სხვანაირი გეგმით ვიყვებით. გეომეტრიული გამოცდილება ჯერჯერობით არ გვაქვს და შეიძლება, მაგრამ არ ჩამოყავთ ყურები, ეგ საკმაოდ მარტივი სიტუაციებია, მარტივი ამოცანებია და ნუ ამათ დეტალურად თავის დროზე ყველაფერს ერთად გავივლით. რაც შეეხება ახლა 53-ს, მოდით რას გვიმზადებს. აჰა, ნუ ეს ორ ნომერი 53 ნომერი არის ერთ საინტერესო ფაქტზე, როგორ არის დაშორებული თუ ჩვენ სიბრტყეში ვართ წერტილი საკოორდინატო ღერძებიდან და თუ სივრცეში ვართ, იქაც საკოორდინატო ღერძებიდან დაშორება საინტერესოა და საინტერესოა საკოორდინატო სიბრტყეებიდან დაშორება. მოდი ჯერ ვთქვათ სიბრტყეში ვართ ჩვენ. ავიღოთ საკოორდინატო ღერძები, ავიღოთ y ღერძი, os ღერძი და რაიმე წერტილი. ნუ არა აქვს მნიშვნელობა, სად იქნება ახლა ეს წერტილი, ვთქვათ არის აი აქ. ნუ აქ არის a წერტილი, მისი კოორდინატებია a და b. როგორ არის დაშორებული ახლა ეს წერტილი x ღერძიდან? ნუ დავაგეგმილოთ. ნუ დაშორება არის ეს, ხო? და მოდი y ღერძებს დავაგეგმილოთ. და ისე ეს ხო a კოორდინატია, ეს b კოორდინატია. ასე თქვა, b არის ზომა. რა იქნება ახლა აი ეს მანძილი აქედან დაშორება? ნუ როდესაც ჩვენ მართკუთხედს ვისწავლით მართკუთხედის ერთ-ერთ მთავარ თვისებას, ნუ პარალელოგრამის თვისებას, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა მართკუთხედს, რომ მოპირდაპირე გვერდები პარალელოგრამში ერთმანეთის ტოლია. ეს რაც არის, იგივე არის ეს. ეს რაც არის, იგივე არის ეს. და ვისწავლით, რომ მაგალითად თუ ჩვენ ორი პარალელური წრფე გვაქვს აღებული, მაშინ ერთი წრფის ნებისმიერი ორი წერტილიდან მანძილები მეორე წრფემდე ერთმანეთის ტოლია. ანუ მანძილი არის, უნდა დავუშვათ მართობი და ნუ ესენი ერთმანეთის ტოლია. ან ასეც გვექნება ნათქვამი და აი შენ გააჩნია როგორ მიუდგები ახლა ამ საკითხს. ნუ გამოვა რომ ეს ხო მართი კუთხეა, დავაგეგმილეთ, გეგმილი ნიშნავს რომ წერტილიდან მართობი უნდა დაუშვა წრფეზე. ეს ხო მართი კუთხეა, პირდაპირ თვითონაა ამოცებული დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემის საკოორდინატო ღერძები მართი კუთხით იკვეთებიან. ეს ხო ეგეც ხო დაგეგმილება a-დან დავაგეგმილეთ, ხო, y ღერძზე მართია და გამოდის რომ სამი კუთხე თუ მართია, ოთხკუთხედი შიგა კუთხეების ჯამი 360 გრადუსია, ესეც მართი იქნება. ანუ გამოვიდა მართკუთხედი. თუ მართკუთხედია, მოპირდაპირე გვერდები ერთმანეთის ტოლია და შესაბამისად რა გამოდის მანძილი x ღერძამდე
ეს გამოდის აი ამ მონაკვეთის ტოლი და ამ მონაკვეთის სიგრძე რა არის? იგივე b წერტილის აი ამ წერტილის კოორდინატიზე ხო არის ეს დამოკიდებული, როგორც არის დაშორებული საკოორდინატო სიტყვის აი სათავიდან. და როგორ არის წერტილი დაშორებული ნულიდან რიცხვით ღერძზე როცა ვართ? მისი კოორდინატის მოდულით, ხო? მოდულის იდი გვახსოვს, რა არის მოდული? ეს არის რიცხვით ღერძზე აღებული ნებისმიერი რიცხვის დაშორება, რაღაცა x-ით ვავიღეთ, დაშორება ცენტრიდან, ხო? ანუ რიცხვის მოდული არის მანძილი ამ რიცხვიდან ნულამდე, ცენტრამდე. და შესაბამისად ეს იქნებოდა b-ს მოდული. ანალოგიურად, აი ეგ რა იქნება? ეს იქნება a-ს მოდული. ანუ როგორ არის დაშორებული წერტილი, მაგალითად რაღაცა e წერტილი ავიღე, რომლის კოორდინატები არის m და n და როგორ არის დაშორებული ox ღერძიდან. ox ღერძიდან დაშორებული არის y კოორდინატის მოდულით. აი ეს. ანუ მეორე სიტყვაზე როცა ვარ და გვინდა ერთი ღერძიდან დაშორება, გამოდის რომ ამ წერტილის მეორე კოორდინატა, რომელ ღერძამდედაც თხოვე მანძილს, აი მეორე კოორდინატის მოდულით გამოვდივართ დაშორებული და y ღერძიდან გამოვართ დაშორებული პირიქით აი x წერტილის x კოორდინატის მოდულით. კარგი. ну, გონი ახლა სიტყვაში არ განსაკუთრებული პრობლემა არ გვაქვს, მოდი გადავინაცვლოთ სივრცეში. რა ხდება სივრცეში? ჩვენ ახლა სივრცე რადგან ცოტა უფრო რთული წარმოსადგენია, მოდი ასეთი ნახაზი გავაკეთოთ. ასე. აქ გექნება ნახი, რომ დაახლოებით ასე ხატავენ სიბრტყეებს, ხო? მოდი ცოტა გამჭვირვალესაც ავიღებ, აი წარმოიდგინეთ, მეგობრებო, ხარ ოთახში. რაღაცნაირი ოთახი რომ წამოვიდგინოთ, აი ასე, ერთი კედელი მარცხნივ როგორც დავშტრიხე, ასე. ახლა წინ რასაც ვშტრიხავ, წინ ხედი რაც არის, ეს მეორე კედელი და აქ გვაქვს რომ გქონდეს აი ასე, ეს არის უკვე იატაკი, ხო? იატაკი. და წარმოვიდგინოთ ახლა, აი აქ ჰაერში არის რაღაც წერტილი. აი მე მინდა ახლა როგორ უნდა წარმოვიდგინოთ დაგეგმილება, უნდა გამოვხატოთ უფრო სწორად დაგეგმილება სივრცეში. აგერ არის რაღაც წერტილი. და ამ წერტილს ახლა ხელი რომ გაუშვათ, წავა იატაკისკენ, ხო და დაეცემა წარმოსახვით. წარმოსახვით რომ გაუშვათ, თქვა აქ დაეცემა, ხო, სვარდღაც. ახლა წარმოიდგინეთ, რომ რაღაცა ფანარი რომ გქონდეს, ღამის სანათი რომ გქონდეს რაღაც ასე და შუქი ვაშუქეთ, ხო? სად წავა? აქეთ ხო წავა მისი ჩრდილი. ანუ გეგმილი, ხო, მართობულად აი გვერდულად კი არ გვეკავოს ეს ფარი რაღაცა ასე. არამედ გვეკავოს ამ წერტილის გასწვრივ, აი სწორად აი თითქოს ფუძის იატაკის პარალელურად მაქვს ახლა ეს ფანარიც და ეს სანათიც და ეს წერტილიც რა. M წერტილია მაგალითად. ხო. მასში მისი ჩრდილი აქ იქნებოდა, ხო? მოდი. დავაგეგმოთ ახლა ეს. სამშვიდაც. ხოთე. და ანუ მისი გეგმილი აი ამ კედელზე, მოდი ხით იჭეს ცოტა სწორი ხაზების გავლება. აი აქ იქნებოდა დაახლოებით, ხო? და ანალოგიურად რომ წარმოიდგინოთ ახლა აი ჩვენ წინიდან ვანათებთ, აი აქედან ვანათებთ ახლა ფანარს, აქ ასე ვანათებთ. მაშინ ჩრდილი დაახლოებით ასე მოხდებოდა, ხო? დაახლოებით აქ წავიდოდა და აქ დაეცემოდა ამ M წერტილის ჩრდილი. ანუ ეს რაც მე ახლა გავაკეთე აქ რაც მოვნიშნე ეს წერტილები დამხატ ჩანს, ხო? აი ეს არის კონკრეტულ სიბრტყეებზე გეგმილები. მოდი რა ვქნათ, იცით? გავიხსენოთ, რომ ამას ჩვენ x ღერძს უძახით, ეს არის y ღერძი
და ეს არის OZ ღერძი. და მოდი ახლა ეს იყოს m წერტილი, ოღონდ სადაც არის, რომელ სიბრტყეზეც არის, ну რომელ სიბრტყეზეა დაგეგმილებული არის XOZ სიბრტყეზე. ამიტომ მოდი დავარქვევ XZ წერტილს დავარქვევ ამას. ამას დავარქვევ YZ წერტილს, M YZ ინდექსით და მოდი ამას დავარქვევ M წერტილს XY ინდექსით რა. ნუ ამით მივხვდებით რომელ სიბრტყეზეა დაგეგმილებული ეს HR-ში აღებული ჩვენი წერტილი. და კონკრეტულად რა იქნება ახლა ამ წერტილის გეგმილები OX, OY და OZ ღერძზე, ამის გასარკვევად როგორ უნდა მოვიქცეთ? უნდა აგვიქვთ პატარა მართკუთხა პარალელეპიპედი რა. ჯერ არა გაქვთ შესაძლოა მართკუთხა პარალელეპიპედი, არ გახსოვთ ახლა რა არის და ასე უნდა მოვიქცეთ და ასეთი სიტუაცია უნდა შევქმნათ ახლა ჩვენ. ანუ რატო? თქვენ რომ გაიგოთ, ალბათ ვიზუალურად კარგად დაინახოთ, სად არის ახლა საკოორდინატო ღერძებზე M წერტილის კოორდინატები, თვითონ სიბრტყეებში დაგეგმილებული წერტილები უნდა დააგეგმილოთ ღერძებზე. ხო, სიბრტყეში ხო ვართ და დავაგეგმილებთ M წერტილს, აქ იქნება მისი X კოორდინატი, ну დავარქვათ ახლა ამას რაღაცა აქ იქნება მეგობრებო Z კოორდინატი, ხო? ამას დავარქვათ C. ანალოგიურად M აუცილებლად აქ დაგეგმილდებოდა MYZ წერტილი. ეს აქ მოვა, ვთქვათ, აქ მოდის და ამას დავარქვათ B კოორდინატი და M წერტილი რომ დაგეგმილებინათ, ესე იგი ეს აქ მოვიდოდა და აი აქ მოვიდოდა მეგობრებო. ну გონია რომ ვიცავთ ახლა მართკუთხა პარალელეპიპედი და თუ თქვენ გინდათ ნახაზმა კარგი დახმარება გაგიწიროთ, ხელი კი არ შეგიშალოთ და კარგად დაგეხმაროთ, მაშინ ასე უნდა მოიქცეთ, როდესაც შესაძლოა ახლა მთელი რიგი ამოცანები ნახაზის გარეშე გააკეთოთ, მაგრამ თუ გჭირდებათ და სხვაგვარად ვერ ორიენტირდებით, მაშინ დახაზეთ და წერტილის დაგეგმილება თუ გჭირდებათ სივრცეში, შექმნით პატარა მართკუთხა პარალელეპიპედი რა. ну გონია რომ ამის გამეორება რთული იქნება ახლა რაც მე გავაკეთე. და M წერტილის კოორდინატები თუ არის A, B და C, აი სწორედ ეს იქნება ასე იქნება A წერტილი, ასე იქნება აქ B წერტილი და აი ეს C წერტილი იქნება მისი კოორდინატი. ახლა მაგალითი რომ რაღაცა კონკრეტული შემთხვევა განვიხილოთ. ანდა პრინციპში არ გინდა კონკრეტული შემთხვევის განხილვა, ვუპასუხოთ ახლა რა კითხვებს. აი მაგალითად, ჯერ ვუპასუხოთ კონკრეტული სიბრტყეებიდან M წერტილი როგორ არის დაშორებული. ანუ როგორ არის მაგალითად OXY სიბრტყიდან დაშორებული. ну როგორ არის აქ კარგად ჩანს, თვალადლით ჩანს, აი აქ არის OXY სიბრტყე, ხო, ქვემოთ და დაშორება რა არის? დაშორება არის აი ეს მანძილია, ხო? დაშორება, აი ეს მანძილია და ეგ იგივე მანძილი არ გამოდის, რაც ეს. ну ფაქტობრივად დაშორება იქნება Z ღერძზე, რაც არის კოორდინატი. ოღონდ იმის ტოლი არ თქვათ, ახლა აქ C-ს კი ემთხვევა დაშორება, მაგრამ C თუ უარყოფით იქნებოდა, უნდა ვთქვათ C-ს მოდული. იმედია გავიკეთე, ხო? მოდი წავშლი ნახაზი რო აქ გადაგვეტყვით სისხლებს და ანუ O სიბრტყიდან ამასაც წავშლი აქ და პირდაპირ სიტყვით დავწერ O სიბრტყიდან დაშორება არის C-ს მოდული. აი ასე. OXY სიბრტყიდან დაშორება. რა იქნებოდა OXZ სიბრტყიდან დაშორება? შესაბამისად იქნებოდა რა თქმა უნდა Y ღერძზე რაც არის კოორდინატი, აი იმის მოდული, ხო? სიბრტყიდან დაშორება არის ეს მოდული. ნუ დავწუნდეთ ამაში. აი ეგ არის ZOX ანუ XOZ ღერძი, ხო? აი ეგ სიბრტყე, აი ეს.
და m-წერტილი როგორ არის? აი ამ მანძილით არ არის დაშორებული, აი ამ მანძილით არ არის დაშორებული, ანუ იგივე რაც იქნებოდა აი ეს მანძილი, ხო? მართკუთხა პარალელეპიპედშიც მოპირდაპირე წახნაგების შესაბამისი წიბოები ერთმანეთის ტოლია, ხო? ეს წახნაგი კედელია და აი ეს წიბო ამის ტოლი იქნებოდა. და როგორ იქნებოდა დაშორებული OYZ სიბრტყიდან დაშორება იქნებოდა ასტოლი, ეს მოდულის ტოლი. გონი არ ეგ აღარ არის ფული, ვიქთებით, შეგიძლიათ ადგეთ და რაიმე მაგალითი აიღოთ სიტყვაზე თქვათ იგივე -2, 3, -1. ეს საინტერესოა სხვათა შორის ამას როგორ დახატავდით, ხო? ამაზე შეგვიძლია მე წავივარჯიშოთ და გახსოვდეთ როგორ იქნებოდა დაშორება აი ნებისმიერ თქვათ OYZ ღერძიდან. რომელი კოორდინატიც აქ გაგლიათ, x-ი გაგლიათ, ხო? y და z მოცემული. აი იმ წერტილის მოდული იქნება, ესე იგი -2-ის მოდულით იქნება დაშორებული OYZ სიბრტყიდან. აი როგორ იქნებოდა დაშორებული მაგალითად OXY სიბრტყიდან. OXY-ს რა აკლია, Z-ი აკლია, ხო? ესე იგი Z ღერძზე რაც არის მისი კოორდინატი -1-ია, აი მისი მოდულით იქნებოდა დაშორებული OXY სიბრტყიდან. არ არის ეგ რთული და მგონია რომ მარტივად დაამოხარ. აქ არის საინტერესო უკვე რა დაშორება საკოორდინატო ღერძებიდან. აი როგორ არის დაშორებული მაგალითად OX ღერძიდან, OX ღერძიდან. ჩვენ სიბრტყიდან დაშორებას სულ სხვანაირად გავმართავთ, აი რაღაცა სიბრტყიდან, ეგ არის თქვა სიბრტყე. და წერტილი რომ გვაქვს, ხო, როგორ არის დაშორებული ამ სიბრტყეზე, უნდა ვუშვათ მართული. მაგრამ როდესაც ჩვენ გვინდა რაღაც წრფიდან, მონაკვეთიდან, როგორ არის დაშორებული წერტილი, იგივე წერტილი. ახლა როგორ ვიქცევით? ამ წრფეზე უშვებ მართულს. თვითონ ხო? და ჯერ თქვენ ახლა სამი მართობის თეორემა არიცით და ჩვენ რომ გაგვიგო m წერტილი როგორ იყო დაშორებული OX ღერძიდან, უნდა დაგეშვათ მასე მართობი და ეს მართობი ზუსტად მოხვდება აი ამ წერტილში, აი ეს მართობული m-დან OX ღერძზე, თუ ვერ წარმოვიდგინოთ თქვათ ეს მოხდება ზუსტად აწერტილში, საერთო მართობის თეორემის თანახმად. ნუ არ გინდა ახლა ის რას თანახმად არ არის ეგ რთული ლოგიკური რაღაც წარმოსადგენი, ალბათ ამას თქვენ თვითონაც მივხვდებოდით. მანძილი m წერტილიდან OX ღერძამდე რომ გაავლოთ, სად მოხვდება ეს მონაკვეთი? მოხვდება აი ამ კოორდინატში. ესეთი ისე ასე გავავლებ. ასე. აი ეგ იქნებოდა ის საძიებელი მანძილი OX ღერძამდე რა. როგორ უნდა ვიპოვოთ ახლა ეს მანძილი? აქ პითაგორის თეორემის გარეშე ფონს ვერ გავა. გასით როგორ დაითვლება? დაშორება არის რა. რისი ტოლია ეს მონაკვეთი? ნუ პითაგორის თეორემით უნდა დავთვალოთ. ნახეთ, მეგობრებო, ეს განვიხილავთ ამ მართკუთხა სამკუთხედს და პრინციპში შეგვიძლია აი ეს მართკუთხა სამკუთხედი განვიხილოთ, აი ეს მართკუთხა სამკუთხედი. აქ კათეტების როლში გვევლინება აი ეს მონაკვეთი და ეს მონაკვეთი. რა არის ამ მონაკვეთის სიგრძე? ამ მონაკვეთის სიგრძე არის z ღერძზე კოორდინატის მოდული, ხო? ეს მოდული. რა არის აი ამ მონაკვეთის სიგრძე? ეს არის ეს მოდული და შესაბამისად მანძილი რა იქნებოდა? თუ გახსოვთ თქვენ ჰიპოტენუზა ტოლია კათეტების კვადრატების ჯამი, ანუ c მოდულის კვადრატს დამატებული b მოდულის კვადრატიდან. ნუ რადგანაც ახლა ეგ იგივეა c მოდულის კვადრატი, რაც c კვადრატი, მე -5 ავიღავ კვადრატში თუ 5 ავიღავ კვადრატში ეს ერთი და იგივეა, აღარ გადავტვირთავ ახლა ამ ჩანაწერს და პირდაპირ დავწერ აქ რა გამოდის OX ღერძიდან დაშორება დაშორების კვადრატი გამოდის, აი c კვადრატს პლუს b კვადრატი. რაღაცა დავარქვათ პირობითად ამას
ვთქვათ x-ი რომ დავარქვათ x კვადრატი გამოდიოდა მონაკვეთის ამ მანძილის სიგრძე c კვადრატი გამოდიოდა c კვადრატს პლუს b კვადრატი და შესაბამისად x იქნებოდა c კვადრატს პლუს b კვადრატი და ფესვი. ანუ OX ღერძიდან დაშორება რა გამოდის? დანარჩენი ორი ღერძზე ამ წერტილის კოორდინატების კვადრატების ჯამი და ფესვი. შესაბამისად რა იქნებოდა OY ღერძიდან დაშორება? ეს იქნებოდა დანარჩენი ორ ღერძზე ამ წერტილის კოორდინატების, ანუ x ღერძზე არის კოორდინატი, y ღერძზე z ღერძზე c არის კოორდინატები, მათი კვადრატების ჯამიდან ფესვი. რა იქნებოდა მანძილი OZ ღერძამდე, ხო? ღერძიდან ღერძამდე, d უნდა ვწეროს ღერძამდე. ღერძამდე. მანძილი დაშორება იქნებოდა შესაბამისად OX და OY ღერძზე ამ წერტილის კოორდინატების კვადრატების ჯამი, ანუ a კვადრატს პლუს b კვადრატის, ну ჯამიდან ფესვი. ну ეს პატარა თეორიული ჩანართი, საინტერესო მომენტია მეგობრებო და ну ცოტას თუ წამივარჯიშებთ, არ გექნებათ პრობლემა, მიხვდებით და დაიმახსოვრებთ. კარგი, მოდი ახლა ჩვენი კონკრეტული მაგალითი განვიხილოთ, არ წავშალოთ ეს ნახაზი, აბა რა უნდა დავაკვირდეთ ახლა აქ. მოდი აგერ შეხას და აგერ ვივარჯიშოთ. ახლა ჩვენ ვართ 7:53-ზე, ხო? სიბრტყის m წერტილი -3 2 წერტილი რა მანძილებითაა დაშორებული საკოორდინატო ღერძებიდან. მოდი არ დავხაზოთ ნახაზი. პირდაპირ ვთქვათ. OX ღერძიდან როგორ იქნებოდა დაშორებული? Y კოორდინატის მოდულით, ხო? 2-ის მოდულით, ანუ 2-ით. როგორ იქნებოდა დაშორებული OZ OY ღერძიდან? OY ღერძიდან იქნებოდა დაშორებული აი 3-ის მოდულით, -3-ის მოდულით, ხო? შესაბამისად 3-ით. ეგ იყო პირველი ამოცანა. აბა მოდი მეორე ამოცანა ვნახოთ. მეორე ამოცანა ეჭვი მაქვს, რომ სიბრტყეზე იქნება. კი ბატონო, ანუ მოცემულია თქვათ ისევე წერტილი, რომლის კოორდინატები არის 1 -7 და 5. და რა უნდა, სიბრტყიდან უნდა თუ საკოორდინატო სიბრტყიდან უნდა, კი ბატონო, საკოორდინატო სიბრტყიდან უნდა დაშორება და შესაბამისად რა იქნება სიბრტყიდან დაშორება? ჩვენ თუ გვინდა OX Y სიბრტყიდან დაშორება, ვაკითხავთ Z კოორდინატს და მისი მოდული იქნებოდა. ანუ იქნებოდა 5-ით დაშორებული, ხო? მერე თუ ჩვენ გვინდა OX Z საკოორდინატო სიბრტყიდან დაცილება OXZ, ხო? მაშინ Y კოორდინატს ვაკითხავთ, -7 და მისი მოდული იქნება, ანუ 7 და თუ გვინდა OYZ საკოორდინატო სიბრტყიდან დაშორება, მაშინ უნდა მოვაკითხოთ X კოორდინატს და შესაბამისად იქნებოდა ერთიანი. ახლა პასუხი, ბოდიში ცოტა მეტი ვილაპარაკე. აქ კითხვა იყო, რომელი საკოორდინატო სიბრტყიდანაა ყველაზე შორსო. და ნუ შესაბამისად ყველაზე შორს, ანუ ყველაზე დიდი მანძილი 7 იქნებოდა OXZ ღერძიდან. სიბრტყიდან ბოდიში. მემედია გაიგეთ და წაგადგებათ ეგ ინფორმაცია. აგეც 54-იც მაგაზე ხარ არის სიბრტყიდან, დილით დაშორებული 5-ის ტოლბაზით. კაი. არ მინდა ვთქვი ეს ნახაზი, თუ დაგჭირდებათ შეგიძლიათ ვიდეო გადაახვიოთ, სურათი გადაუღოთ, ეს სურათი თქვენი smartphone-ით გედოთ წინ და საჭირო შემთხვევაში, ჩაჭრიდოთ ხოლმე და მე თქვენ თვითონაც მარტივად შეძლებთ დახაზვას. წერტილი ამოცემული, რომლის კოორდინატები არის 2 - a და 3a + 1. OY ღერძიდან დაშორებულია 5 შტოლი მანძილით. ჩვენ რა ვიცით?
OY ღერძიდან დაშორება რა არის იგივე? ეს არის მოცემული წერტილის x კოორდინატის მოდული. ანუ 2 მინუს a მოდული იქნებოდა 5. აბა რჩაროთ, ესე იგი OY ღერძიდან დაშორება 5-ის ტოლია. კი ბატონო, OY რომელი ღერძიდანაც გინდა დაშორება, წერტილის აი მეორე კოორდინატის მოდული უნდა განიხილოთ, ხო? ახლა ამას ორი პასუხი აქვს. 2 მინუს a შეიძლება იყოს -5, ან 2 მინუს a შეიძლება იყოს 5. შესაბამისად, აქედან a იქნებოდა 7 და აქედან a იქნებოდა -3. ხო? და რა ხო, იპოვეთ მანძილი a წერტილიდან OX ღერძამდე. აჰა. თქვენ თუ გვინდა მანძილი, ეგ იყო OY ღერძამდე, ხო? და OX ღერძამდე თუ გვინდა მანძილი, ეგ რა იქნება უკვე? ეგ იქნება 3a + 1-ის მოდული, ხო? ეს არის 3a + 1-ის მოდულს ითხოვენ ესე. აი, ეგ რას უთქმის რა? ну, შესაბამისად, რადგანაც ორი შემთხვევა გვქონდა აქ ამ მნიშვნელობის, აქაც ორი შემთხვევა უნდა განვიხილოთ. ну, ანუ ერთ შემთხვევაში იქნებოდა თუ a7 არის 3-ჯერ 7 + 1-ის მოდული, ეგ რამდენი გამოდის? ეს არის 22. მეორე შემთხვევაში იქნებოდა 3-ჯერ -3 + 1-ის მოდული და ну, ეს გამოდის -9 + 1 არის -8, -8-ის მოდული არის 8. არა, გვიხსნიახლეთ ჩვენ და ну, იმედია გაიგეთ და არ იქნება პრობლემა დამოუკიდებლად მსგავსი ამოცანების დაძლევისას. 55. ორი ამოცანაა, ხო? რა უნდა 55-ეს? აჰა, ну, სამკუთხედის ფართობზე, ну, კიდევ ერთი მომენტი წინსრებათ. სამკუთხედის ფართობს ითხოვენ. აქ აი, მოდი, უცებ შეგახსენებთ. ეგეც ალბათ არ გექნებათ. ჯერჯერობით განავლელი და რა არის ახლა სამკუთხედის ფართობი? არ წავყვები პრინციპში ხა დეტალებში. უბრალოდ ყველაზე ისეთი მუშა მეთოდი სამკუთხედის ფართობი ბევრნაირად ითვლება, მინიმუმ 3-ნაირად მაინც მოგიწევთ სწავლა საჭირო დროს. მაგრამ ისეთი ყველაზე მაინც ხშირი ფორმულა ალბათ არის სიმაღლით, ხო, სამკუთხედის ფართობის დათვლა. რომელი გვერდიც იცით, აი თქვათ იცით ეს გვერდი, უნდა იცოდეთ მასზე დაშვებული სიმაღლე. შესაძლოა სიმაღლე სამკუთხედის გარეთაც ხდებოდეს, აი ნახეთ, მაგალითად ბლაკკუთხა სამკუთხედი თუ არის მოცემული და ეს გვერდი იცით, ну, სიმაღლე გარეთ ხდება ამ შემთხვევაში, მაგრამ ეგ არაფერს არ ცვლის. სიმაღლე შიგნით იქნება, გარეთ იქნება მოცემული სამკუთხედისთვის თუ შიგნით იქნება, ფართობი ნებისმიერ შემთხვევაში ითვლება გვერდი გამრავლებული მასზე დაშვებულ სიმაღლეზე და შეფარდებული ორთან. ხო, ну, რადგან ახლა ჩვენ დავაკვირდით სიტუაციას, როდესაც სიმაღლე შიგნით და გარეთ გაივლება, თუ მართკუთხა სამკუთხედია მოცემული, შესაბამისად და იცი კათეტი, მაშინ და ჭირდება მასზე დაშვებული სიმაღლე, ის ემთხვევა მეორე კათეტს. და ფორმულა ისევ არ იცვლება, ეს იქნებოდა a-ჯერ a შეფარდებული ორთან, ანუ იგივე კათეტების ნამრავლის ნახევარი. მოდით ახლა კონკრეტულ ამოცანას დავუკვირდეთ 55. რას გთხოვს? ესე იგი, რას უდრის იმ სამკუთხედის ფართობი, რომლის წვერუების კოორდინატებია, აჰა, ანუ პირველი ამოცანა განვიხილოთ ჯერ. ჩვენ გვაქვს ასეთი სამკუთხედი მოცემული -5 0 0 8 -3 0. კი ბატონო, ასეთი სიტუაცია. მოდი დავხსატოთ. ახლა კი, არსებობს მეგობრებო ძალიან მაგარი საშუალება, თასმის თეორემა არსებობს, რომელიც თქვენ ნებისმიერი n კუთხედისთვის დაგათვლევინებთ ამოზნექილი n კუთხედისთვის ფართობს, თუ იცით ამ n კუთხედის წვერუები, გვაქვს ძალიან კარგი საშუალება თვითონ ნახაზის დახმარებით, რა სამკუთხედი n 4 კუთხედი არ უნდა იყოს მოცემული, შეგიძლიათ დაჭრით ნაჭრებად ფიგურას და გათვლით მის ფართობს, თუ იცით წვეროს კოორდინატები და პრინციპში ახლა ჩვენ იძულებული ვართ, რომ ნახაზი დავხატოთ. ხო, არსებობს ვექტორების საშუალებით დათვლით, მაგას და
ვექტორების როცა ითვლი ნახაზი არ ჭიდება, იგივე თასვის თეორემით როცა ითვლი ნახაზი არ ჭიდება იდეაში. შეიძლება ისედაც მიხვდე და აქ ახლა ჩვენ რადგანაც ბევრი ცოდნა არა გვაქვს, ითვლება რომ საერთოდ არა გვაქვს ცოდნა ფართობთან დაკავშირებით, ჯობს მოდი დავხატოთ. და იქნებ ნახაზი დაგვეხმაროს ამ სიტუაციის აღქმაში. სად იქნება -5 0. ახლოებით რო ვთქვა ახლა იქნებოდა OX ღერძზე, ხო, აქ იქნება, ну, ვთქვათ, ეს არის A წერტილი. მისი კოორდინატი -5 0, Y კოორდინატი 0-ია, ესე იგი OX ღერძია. 0B. ხო, ну, ეგ თუ B წერტილია, მოდი B წერტილი იყოს აქ, ხო? ეგ 8 იქნება Y ღერძზე ძევს, იმიტომ X კოორდინატი 0-ია. და -3 0. ну, -3 0. აჰა, ანუ ეგეც აქ არის, ხო? აქ იქნება დაახლოებით. რაც C წერტილი, Y კოორდინატი 0-ია, ანუ X ღერძია. მოდი დავხატოთ ახლა ეს სამკუთხედი, გავაფერადოთ ისე წითლად. ასე და ამ სამკუთხედის ფართობს ითხოვენ. ну, აქაც არის სხვადასხვა გზები, მაგრამ რადგანაც ფართობის ფორმულის გამოყენება უეჭველი გვიწევს, ან მის გარეშე არის ახლა როგორ უნდა დავთვალოთ, მაშინ ავდგეთ და ავიღოთ რომელიმე გვერდი და მასე დავუშვათ სიმაღლე. ალბათ ყველაზე მარტივი იქნებოდა, მოდი დავშტრიხავ ჯერ ასე. ამ სამკუთხედის ფართობი დაგვეთვალა აი ამ გვერდით. ძალიან მარტივი დასანახია, რომ ისი სიგრძე 2-ია. და მასე დაშვებული სიმაღლე ეს იქნება, აი ეგ არ იქნება. და შესაბამისად, გამოდის, რომ ეს 8 არის, ეს 8 არის, ეს 2 არის, ანუ მათი ნამრავლის ნახევარი იქნება ABC სამკუთხედის ფართობი იქნება 2-ჯერ 8-ის ნახევარი. ეგ არის 8. მაინც გადავამოწმოთ, ხო არ შეგვშლია, არ შეგვშლია. მეორე ამოცანა განვიხილოთ, რომ აი მეორეც იდენტურია რა, ესე იგი 2 2 X კოორდინატი, მაგრამ რადგანაც ღერძებზე არ არის, აი მოდი რა არ შეგეშინდეთ მაინც. ცოტა სხვანაირად რომ იქნება დამოუკიდებლად გაკეთების დროს, აგერ ჩანაწერი იქნება მაინც ამამიზის და ну, იმიტომ რომ ჯერ არა გვაქვს გამოცდილება ჩვენ ამაზე ფართობებზე მუშაობის, ხო? და სხვა შემთხვევაში ამოცანას აღარ განვიხილავთ. მოდი რა წერტილებია მოცემული? A წერტილი იყოს 3 2, ხო? A დავარქვათ 3 2 წერტილს, B დავარქვათ 2 - 4 წერტილს, ну აქ ვართ ახლა ჩვენ. C დავარქვათ -2 - 1 წერტილს. სად არის ახლა A წერტილი? A წერტილი. დაახლოებით რომ ვთქვათ 3 2. აქ იყოს თქვათ, აგერ არის 3-იანი. ვთქვათ, აქ იქნება 2-იანი. ისე. ცოტა ლამაზა. აქ იქნება A წერტილი. 3 2. სად იქნება B წერტილი? 2 4-ში, ხო? 2-იანი ალბათ სადღაც აქ არის და 4 -4. მოდი მაშინ ცოტა ეს დავაგრძელოთ. ასე. ქვემოთ ვიქნებით Y კოორდინატი ამაზე 2-ჯერ დიდი ალბათ სადღაც A. -4 შესაბამისად. აი აქ იქნებოდა B წერტილი. და C წერტილი -2 -1, ხო? და -2 -1. ესე იგი 1 დაახლოებით აქ არის -2 და -1 ალბათ აქ არის. ხო, კი არა, კიდევ კარგი რომ განვიხილეთ ეს. იმიტომ რომ მე მეგონა უფრო მარტივი იყო და პარალელური იყო ამ სამკუთხედის გვერდები და აშკარად არ გამოვიდა, ხო, პარალელური, მე ხო არ მეშლება აღება C წერტილის, არ გვეშლება. ნახეთ.
ის ხიში c წერტილი უნდა შევაერთოთ a წერტილთან, მერე ეს შევაერთოთ ასე b წერტილთან, ეგეც უნდა შევაერთოთ ასე. ხო. ნუ ამ სამკუთხედის ფართობი უნდა დავთვალოთ. აი ამ სამკუთხედის ფართობი, ხო? აი ისეთი სიტუაცია, სადაც გვერდზე სიმაღლის დაშვებით ამის დათვლა ძალიან რთული იქნება. ძალიან რთული რა, რთული იქნება რა. ალბათ ვექტორებით ნორმალური იქნებოდა, მაგრამ ვექტორებითაც, აი ახლა რასაც გამოვიყენებთ, როდესაც ისეთი მეთოდი არსებობს, ალბათ ყველა სხვა მეთოდი ზედმეტი თავისკივილია. აი მოგივიდათ სიტუაცია ასე რა. არც ხერძებზე არძევს წერტილები, არც ეს მიღებული ფიგურის არც სიმაღლე და არც გვერდი არ არის პარალელური რომელიმე ღერძის. როგორ უნდა მოვიცეთ, რა უნდა გავაკეთოთ? და ასეთ შემთხვევაში აი სამკუთხედებს ძალიან უხდება ეგ და ხშირ შემთხვევაში 4 კუთხედებსაც დავაგეგმილოთ მეგობრებო, უბრალოდ გეგმილები გავაგრძელოთ, აი ნახეთ. აი ასე რომ გაგვიგრძელებინა ახლა ეგ. ხო გააგრძელებდი ამ გეგმას და ამასაც გააგრძელებდი და აი გეგმილების აი ხო დავაგეგმილეთ და გეგმილების გაგრძელებები გადაკვეთამდე რომ გაგვიგრძელებინა აი გადაკვეთამდე ასე და აქაც ეს გეგმილი გადაკვეთამდე გაგვიგრძელებინა რა. როგორც ერთ მხარეს ისე მეორე მხარეს. რა გამოვიდა? წვალეთ არის აქ ახლა ფაქტობრივად წარმოქმნილი მართკუთხედი, ხო? და ზოგადად ფართობებთან დაკავშირებული აქსიომა რა არის? რომ მოცემული ფიგურის ფართობი ტოლია შემადგენელი ფიგურების ფართობთა ჯამის. ანუ აი ამ მართკუთხედის ფართობი ტოლი იქნებოდა აქ რომ პატარა მართკუთხედი ასე დამნურავ. პირველ მართკუთხა სამკუთხედს, აი ამ მართკუთხა სამკუთხედს, აი აქ დამატებული მეორე მართკუთხა სამკუთხედი, აი ქვემოთ რომ არის, აგერა BC გვერდი რომ აქვს ჰიპოტენუზად, აი ეს მართკუთხა სამკუთხედის ფართობი, ეს იყოს მესამე მართკუთხა სამკუთხედის ფართობი, აი ეგ ასე AB გვერდი რომ აქვს ჰიპოტენუზად, დამატებული აი ეს ჩემი წითელი სამკუთხედის ფართობი, ეგ იქნებოდა დიდი მართკუთხედის ფართობი. რა არის, ხო, და შესაბამისად ახლა უკვე აქედან გამოთვლი წითელი სამკუთხედის ფართობს. რა არის პირველი მართკუთხა სამკუთხედის ფართობი? დაგვირდით ეს გვერდი ხომ არის სიგრძეში 3 ტოლი. რატო? ეს -1-ია, ანუ 1 არის ამის მანძილი, ეგ 2-ია. შესაბამისად, მთლიანად ეს გვერდი გამოდის 3. რა არის ამის სიგრძე, ხო? ამის სიგრძე ხო გამოდის, ნახეთ, -2-დან 3-მდე, ანუ 5 გამოდის. შესაბამისად, რა იქნებოდა ეს ერთი? ეს იქნებოდა კათეტების ნამრავლის ნახევარი, ხო? 3-ჯერ 5-ის ნახევარი. მოდი ვნახოთ რა არის მეორე სამკუთხედის ფართობი, ხო? აი ამისი. აი ეს გვერდი რა გამოდის? -1-დან -4-მდე, ხო გამოდის 3 არის. და აი ეს გვერდი რა გამოდის? ეს ხო არის, ნახეთ, 2-დან -2-მდე, ანუ გამოდის 4 არის. შესაბამისად, ეგ იქნებოდა 3-ჯერ 4-ის ნახევარი. და რა გამოდის მესამე სამკუთხედის ფართობი? მესამე სამკუთხედის ფართობი გამოდის, აი ამ სიგრძე ხო არის მთლიანად 6, იმიტომ რომ 2-დან -4-მდეა. და ამის სიგრძე არის 1-იანი, ხო? 2-დან 3-მდეა. ანუ 1-ჯერ 6-ის ნახევარი გამოდის. ნუ ეს არის რამდენია ეგ? 6, ეს არის 3, ეს არის რამდენი გამოდის? 15 მეორედი, ხო? 7.5. და შესაბამისად, ახლა თუ ჩვენ მთელი მართკუთხედის ფართობს, ანუ ეს მართკუთხედი რა არის? ეს მართკუთხედი არის მთელი სიგრძე 5-ჯერ 6, ხო? 5-ჯერ 6. თუ ავდგებით ახლა ჩვენ და ანუ 30-ს გამოვაკლებთ 7.5-ს 6
გასავს, რამდენი გამოდის? ეს გამოდის 16.5. გამოვაკება 13.5-ია, მეგობრებო. ნუ მივიღებდით წესით საძიებელი ფიგურის ფართობს. აი ცოტა უსამართლო მგონია ახლა ეგ გამოცადა აქ, თუმცა სახალისო არის. აა როცა ახლა ეგ სისტემური მიდგომა არ გამოდის და ამ ამოცანის ამოხსნით ალბათ ერთი რაღაცა როგორც სხვას ერთი წვეთის დაგლება ვერ დააგლებს ვერაფერს, ხო? ისე აქ ფართობებთან დაკავშირებულ ცოდნას ბევრს არაფერს არ შემატებს ახლა, მაგრამ ნუ მაინც რომ ვიცოდეთ თუ იმეს კითხვა გექნებათ, აქ არის მოცემული ეს ამოცანა, განხილული გვაქვს. პრინციპში რატო შეიძლება კიდე გამახსოვდეთ, იმიტომ ცოტა სახალისო ამოცანაა და ერთი გარჩევაც გეყოთ და აღარ დაგავიწყდეთ მსგავსი ამოცანა. მოდი ახლა ჩვენ 56-ს შევეხოთ. კიდევ 56-ში. მოცემულია E წერტილის და Q წერტილის კოორდინატები და მათ შორის მანძილი არის 6 სტორი. ხო. ნუ ახლა აბელიძე ამ თავის ფუნქციებს თავის თეორიულ ნაწილში პრინციპში უთითებს, რომ თქვენ ორ წერტილს შორის მანძილის დასათვლელი ფორმულა, როგორც სიბრტყეში, ისე სივრცეში, უკვე უნდა იცოდეთ, როცა ამ თავზე მუშაობთ. ვფიქრობ, რომ ცოტა ადრეა ეს, მაგრამ მაინც ვთქვათ. წინა ვიდეოშიც თუ არსები ერთ-ერთ წინა ვიდეოში ჩვენ დავგვჭირდა ამის ხსენება და აი, როდესაც თქვენ მოცემული გაქვთ A წერტილის კოორდინატები არის x1, y1 და B წერტილის კოორდინატები არის x2, y2 და თქვენ გჭირდებათ აი ამ ორ თქვათ A წერტილი არის აქ, B წერტილი არის აქ, ამ ორ წერტილს შორის მანძილის დათვლა გჭირდებათ, აი რისი ტოლია. მაშინ აქ ძალიან მაგრად მუშაობს ძალიან საჭირო ფორმულა, მაგარი ფორმულა და ხშირად დაგჭირდებათ კოორდინატების საშუალებით შეგიძლიათ ეს გამოთვალოთ და ითვლით როგორ. ერთსახელა კოორდინატებს, ანუ x2-ს გამოვაკლებ, x-ს არ აქვს მნიშვნელობა, რომელს გამოვაკლებ, იმიტომ რომ კვადრატში ადის, y2-ს გამოვაკლებ y1-ს, ასე და ამ კვადრატების ჯამს ამოკლისო. ისა რატო არ ხსით ამას ჯერ, იმიტომ რომ პითაგორის თეორემა უნდა ვიცოდეთ რა, ეგ რომ გავიაზროთ. მაინც საიდან გამოდის ახლა ეგ? უცებ დაგიხატავთ და მარტივად რომ წამოვიდგინოთ პირველი მეოთხედის წერტილებად ჩავთვლი ადაბეს. ამ წერტილის კოორდინატები თუ არის x1 და y1, ანუ ეს x1 თიში ცოტა მასშტაბი შეგვეცვალა, ხო? მოდი დავაბრუნებ ასე. ერთი წუთი. შეგვიძლია. ამერე დამირთავს სხვა შრიფტზე. კარგი. პრინციპში წვრილი შრიფტი ხდება დაგეგმილებას, ხო? რომ ბევრ დროს წაიღებს მისი ხშირი გადართვა და დავაგეგმილებ ასე და მე დავაწერ შესაბამის ასოებს, ასე. მოდი აბა დავაწეროთ ახლა ეს თუა x1, ეს იქნება x2, ხო? B წერტილის კოორდინატები, A წერტილის y1-ია შესაბამისი და B წერტილის y2. მოდი ახლა ერთ-ერთ გეგმას თუ გავაგრძელებთ, მივიღებთ მართკუთხა სამკუთხედს, ხო? ნუ მეორე ეს გეგმილის პუნქტირებულ ხაზებამდე თუ გავაგრძელებთ, თუ შევავსებთ რა ამას, ასე მართკუთხა სამკუთხედამდე შეივსება, ხო? ცხადია, აი ეს გვერდი არის x2-ს მინუს x1. აი ამ გვერდის ტოლია და ხო ვიცით უკვე რიცხვით ღერძზე ორ წერტილს შორის მანძილი დაითვლება დიდ კოორდინატს უნდა გამოვაკლოთ პატარა კოორდინატი. ანალოგიურად ეს იქნებოდა y2-ს მინუს y1. გვაქვს მეგობრებო, მართკუთხა სამკუთხედი და ჰიპოტენუზა AB კვადრატი ჰიპოტენუზის კვადრატი, AB კვადრატი რისი ტოლია? კათეტების კვადრატების ჯამის.
და ну, შესაბამისად, AB გვერდი რომ დავთვალოთ და ამოფესოთ მე აიდან ეს უკვე მარტივად გამომდინარეობს. ну, ჩემი რჩევა ეგ იცოდეთ. ახლა სივრცეში არ დაგიმტკიცებთ, მაგრამ იქაც მართკუთხა პარალელეპიპედამდე შევსებებით, აი თუ შეავსებთ იქ მართკუთხა პარალელეპიპედამდე, მარტივად დარწმუნდებით შემდეგი ფორმულის ჭეშმარიტებაში. ანუ თქვენ რომ გქონდეთ სივრცეში ეს A და B წერტილი მოცემული და A წერტილის კოორდინატები იყოს x1, y1, z1, B წერტილის კოორდინატები იყოს x2, y2, z2, შესაბამისად, მაშინ AB მონაკვეთის სიგრძე დაითვლება ფორმულით x2-ს მინუს x1-ის კვადრატს დამატებული y2-ს მინუს y1-ის კვადრატი და დამატებული z2-ს მინუს z1-ის კვადრატი. მე გარეთ იქნებოდა კვადრატი. კარგი. მოდი აბა ვნახოთ ახლა რა გვჭირდება ამ 56-ში. მოცემულია პ-წერტილი. მისი კოორდინატები არის a და 3. მოცემულია q-წერტილი. მისი კოორდინატები არის 4 და 6. წერტილებს შორის მანძილი, ანუ PQ მონაკვეთის სიგრძე ვიცით არის 6. რას უდრის a თუ p მეორე მეოთხედშია. ну, p მეორე მეოთხედს თუ ეკუთვნის, ანუ რა გამოდის? ესე იგი, a იქნება უარყოფითი, ხო? ხა, ეგ აგეც დავწეროთ აქ, რომ a უარყოფითია ნაკლებია 0-ს. როგორ გამოვთვალოთ? ახლა აშკარად ალბათ აქ სხვადასხვანაირად შეიძლება ის გავაკეთოთ. პრინციპში თუ არიცით ის ფორმულა პითაგორის თეორემითაც გამოდის. აი ნახეთ, აიღებდით ამ წერტილებს, როგორ ავიღებდით, მოდი აქეთ დავხატოთ. დედკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში დაახლოებით აქ იქნებოდა სადღაც p წერტილი, ხო? ეს არის a, ეს არის 3. სადღაც იქნებოდა ამ მნიშვნელობა აქ ახლა გადავწყვეტი მნიშვნელობა რა აქვს აქ q წერტილი, პირობითად ეს იქნებოდა 4, ეს იქნებოდა 6 და თქვენ იცით PQ მონაკვეთის სიგრძე, ხო? შევაერთოთ, ანუ PQ მონაკვეთი, ეს ვიცით. და როგორ გამოვიყენებთ ახლა არ უნდა დავთვალოთ. შევავსებთ ამას მართკუთხა სამკუთხედამდე, ასე შეავსებთ. შესაბამისად, რა გავდის ამ მონაკვეთის სიგრძე? დიდ კოორდინატს აქნება პატარა, ანუ 4-ს მინუს a იქნებოდა. რა გამოდის ამ მონაკვეთის სიგრძე? 3 გამოდის, ხო? 6 გამოაგდებოდა 3-იანი, ეგ. და დაწერდით პითაგორის თეორემას. PQ მონაკვეთის სიგრძე, ანუ სიგრძის კვადრატი, 6-ის კვადრატი თოლია, აი ამ კათეტების კვადრატების შავს, ანუ 3-ის კვადრატს დამატებული 4-ს მინუს a-ს კვადრატი. და შესაბამისად გამოვფრიდით ახლა ამას, აქ იქნებოდა 6-ის კვადრატი არის 36, ეგ არის 9, დამატებული აქ იქნებოდა 4-ის კვადრატი 16 მინუს 2, რამდენია 8a პლუს a კვადრატი. შესაბამისად ახლა აქ გამოვთვალოთ კვადრატული განტოლება ჩდება, a კვადრატი აქ არის მინუს 8a 25-ს გამოკლებული 36 რამდენია ეს? ანუ 36 აქეთ რომ გადმოვიტანოთ, ეს არის 11, მეტი ასწორად დავთვალე, ხო? 25-ია მათი ჯამი, 36. ხო, აი ეგეც ახლა ძალიან წინსწრება. მე 7 თავზე ვარ და მეცხრე თავის მასალა, ანუ კვადრატული განტოლების გამოყენება გვიწევს, ანუ არარელევანტური თემა. ახლა აშკარად ეს მასალა. ძალიან არ უხდება ახლა ეგ, როცა ბავშვი დამოუკიდებლად ცდილობს ისწავლოს და ძალიან აბნევს, აშინებს, დისკომფორტს იწვევს, ну, ვიცი და მე მათემატიკიდან ესახება მონსტრი და პრინციპში ყვაბერიძე არანაირად არ გამოდგება დამოუკიდებელ სამუშაოდ მოსწავლისთვის თუ მას გამოცდილი მენტორი მასწავლებელი არ ყავს რა. და შეგეშინდეთ მეგობრებო, არა აქვს მნიშვნელობა ჩემოსავლები ხართ, ვინმე სხვა უყურებს ამ ვიდეოს, მათემატიკა ხშირად კაცილებთ იმაზე მარტივია ვიდრე ჩანს კაცილებით. უბრალოდ ჭირდება თანმიმდევრული ცოდნა და ცოტა უფრო მეტი თავდადება ვიდრე ვიჩერთ ხოლმე.
იქნება ახლა ამ შემთხვევაში, რომ დავთვალოთ დისკრიმინანტი, დავთვალოთ რის კვადრატი არის 64, გამოვაკლებოდა ამას 4-ჯერ 1-ჯერ -11, ანუ ესე იქნება 44, 60 უნდა ემატოს რამდენია? ეს არის 108, ეს არის 36-ჯერ 3, ანუ 6 ფესვის არის. ესე იგი, A1 იქნება მოპირდაპირ ნიშნით B-ს, ანუ 8-ს გამოკლებული ფესვია, 6 ფესვის 3 არის, ნაწილობრივი ამოფესვით შეფარდებული 2-თან, ანუ ეგ არის 4-ს მინუს 2 ფესვის 3 და A2 იქნებოდა შესაბამისად 4-ს პლიუს 2 ფესვის 3. ну რადგანაც A უარყოფითი უნდა იყოს, ბუდიში 3 ფესვის 3 აქ 2-ზე რომ გაყოფთი 6. უარყოფითი უნდა იყოს, ეს გარეშე ფესვი გამოდის ჩვენი შემთხვევისთვის, იმიტომ რომ A დადებითია და პასუხი იქნებოდა აი ეგ. კაი. ასე შეიძლება გაგეკეთებინათ, მეგობრებო, ორ წერტილს შორის მანძილის განუსათვლელი ფორმულით, ანუ 4-ს გამოვაკლებთ 100-ს, ამ კვადრატში დამატებული, 6-ს გამოვაკლებთ 3-ს და აქედან ფესვი იქნებოდა მონაკვეთის სიგრძის ტოლი, ანუ 6-ის ტოლი. ну ავა კვადრატში გაყვებით, გამოყვებით და ზუსტად იგივეს მიიღებთ, რაც დაგჭირდა აქ. კარგი, 57. ესე იგი, პირველი ამოცანა რას თხოვს 57-ში. იპოვეთ A პარამეტრის ყველა მნიშვნელობა, რომლისთვისაც m-A3 კოორდინატებით და n-5-7 კოორდინატებით, წერტილები y ღერძიდან ერთი და იგივე მანძილით არიან დაშორებული. აჰა. ანუ მოდი ჯერ ვთქვათ, ეს y-დან როგორ არის დაშორებული? 100 მოდულით ხო არის, ანუ x პირველი კოორდინატის მოდულით, ხო? ეს y ღერძიდან როგორ არის დაშორებული? ეს არის დაშორებული y ღერძიდან 5-ის მოდულით, ხო? ანუ 5-ით რომ რიცხვიანი ახლა ეგ შეცვლათ წერტილს. ანუ x კოორდინატის მოდულით, ანუ 5-ით. და ესენი თუ ერთი და იგივე მანძილით უნდა იყვნენ დაშორებული, ესე იგი 100 მოდული უნდა ავდრიდეს 5-ს და შესაბამისად a იქნება ან -5, ან 5. კარგი, მეორე უკვე სივრცეში ვართ, აგერ A წერტილის კოორდინატები არის 4, 4, m. B წერტილის კოორდინატები არის -1, -3, -4. და რას ვითხოვენ? აქაც y ღერძიდან დაშორებული არიან ერთი და იგივეთი და m უნდა ვიტყვით. ნახეთ ახლა ჩვენ რა ვთქვით? როდესაც სივრცეში ღერძიდან დაშორება გვინდა და გვინდა რაღაცა წერტილი როგორ არის დაშორებული y ღერძიდან. ცოტა ახლა მოდი y-ს თავს ვანებთ, ცუდად ჩანს და აქ აი ეს m წერტილი როგორ არის დაშორებული, თქვათ x ღერძს. იმიტომ რომ ესე დავუშვა, ცოტა არ ჩანს ლამაზად და რას აკეთებთ? რომ გაიგოთ x ღერძამდე რა მანძილით არის დაშორებული. აგიგმილებს სიბრტყეებში, ხო? აი აგიგმილებთ სიბრტყეებში, მე სიბრტყეებში მიღებულ გიგმილებს აგიგმილებთ უკვე ხერდებზე, ასე. აერთებ შესაბამის წერტილთან. ახლა მე თუ OX ღერძამდე მინდა გავიგო მანძილი, ასე OX ღერძზე რაც აქვს კოორდინატი, იმასთან შევაერთებ M-ს. და როგორ გავარკვიეთ? მართკუთხა სამკუთხედით, ხო, პითაგორას თეორემით და რა იყო, მეგობრებო, აი ამ მონაკვეთის სიგრძე ეს იყო, ну, პითაგორას თეორემას დავწერდით, ამ გვერდის კვადრატი იქნებოდა რაღაცა, ანუ ეს გვერდი იქნებოდა თვითონ ფესვი. დანარჩენი ორი კოორდინატების გეგმილები, ხო? აი ეს მანძილი რა არის? ეს არის იგივე y ღერძზე. ანუ y კოორდინატის კვადრატი. რა არის ეს მანძილი? ეს მანძილი არის იგივე OZ ღერძზე კოორდინატის, ანუ z-ის,
კვადრატი იქნებოდა ეს მანძილის კვადრატი და y კვადრატს პლუს z კვადრატი და ფესვი იქნებოდა. ესე იგი, OY-მდე მანძილი თუ გვინდა, ეგ რა იქნება? ფესვი დანარჩენ ორ კოორდინატების კვადრატების ჯამიდან. ანალოგიურად რა იქნებოდა აქ OY-მდე მანძილი, ეს იქნებოდა ფესვი დანარჩენი ორი კოორდინატის მინუს 1-ის კვადრატს დამატებული მინუს 4-ის კვადრატი. ესენი არიან ერთმანეთის ტოლი. ანუ ფესვი 16 პლუს m კვადრატი ტოლია ფესვი ეგრე გამოდის 1 პლუს 16, ანუ 17 გამოდის, ხო? ასე. რა თქმა უნდა, ორივე ართმეტიკული ფესვი თუ ტოლია, ესე შიგთავსები ტოლი უნდა იყოს. m კვადრატი გამოდის 1 და m-ი რადგანაც კოორდინატია, m იქნებოდა -1 ან m იქნებოდა 1, ორივე უნდა იყოს ესეთი ასეთი აქ არანაირი სხვა წინაღობა ამ პირობას არ აქვს. საინტერესო საკითხია მეგობრებო და ამაზე ერთხელ კიდევ შეხება მოგვიწევს, როდესაც გადავალთ სივრცეში და სტერეომეტრიის სწავლას დავიწყებთ, ამას აუცილებლად ავნიშნავთ. კარგი, მოდი ახლა ჩვენ გავასუფთავოთ დაფა და 58-ზე გადავიდეთ. 58. პირველი ამოცანა. კაცრავად? ახა, ეგ უკვე საინტერესოა, რა ხდება, ანუ გვაქვს n წერტილი 3a კოორდინატებით, გვაქვს n წერტილი 5, 7 კოორდინატებით და ეს წერტილები e წერტილის მიმართ არიან სიმეტრიულები. რაღაცა e წერტილი გვაქვს 4 მინუს a კოორდინატებით და m-იც და n-იც e წერტილის მიმართ სიმეტრიულები არიან. საერთოდ რას ნიშნავს წერტილის მიმართ სიმეტრიულობა? თქვათ, გვაქვს რაიმე o წერტილი და გვინდა a წერტილი მის მიმართ სიმეტრიულად გადავდოთ, ხო? უნდა შევაერთოთ ამ წერტილთან და გავაგრძელოთ წრფე და მოპირდაპირე მხარეს ამის ტოლი მანძილით და გადავდოთ მონაკვეთი. A' იქნება a წერტილის სიმეტრიული o წერტილის მიმართ. რა მნიშვნელობა აქვს ახლა ჩვენ a წერტილზე ვსაუბრობთ თუ რაიმე m და n წერტილს, ანუ ხომ გვაქვს რაღაცა p წერტილი. პირობითად გვაქვს m წერტილი, არ გვინდა ამაზე დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში ზუსტად აღება. და რომ გადავიდო ეს p წერტილის მიმართ სიმეტრიულად, ანუ გამოდის რომ მივიღებდი n წერტილს. პირიქით n წერტილი p-ის მიმართ რომ გადავიდო სიმეტრიულად, მივიღებდი m წერტილს. ანუ გამოდის რომ სიგრძე დაშორებები m p-სა და n p შორის ერთი და იგივეა, ამიტომ სიმეტრიის კარგად როგორ ხდება, ანუ ვაერთებ სიმეტრიის ცენტრს მოცემულ წერტილს და იგივე წრფეზე მოპირდაპირე მხარეს იგივე მანძილით გადავდებთ, ავიღებ უნიშნავ წერტილს, ხო? და რომ შევხედოთ ახლა ამ საკითხს სხვაგვარად. და რადგანაც კოორდინატებზეა ამოცანა და რაღაცნაირად მონაკვეთის სიგრძეები აქ კოორდინატებს უნდა დაუკავშიროთ, რა გახსენდებათ ასეთ სიტუაციაში? არ გამოდის რომ m-ი ერთგვარად მონაკვეთია და მისი შუა წერტილი არის p? კი, გამოდის. და რა ხდება? e წერტილის კოორდინატები, ანუ 4 არ იქნება საშუალო არითმეტიკული m-ი და n წერტილის შესაბამის კოორდინატებს, ანუ ერთსახელა კოორდინატებს, ანუ 3 პლუს 5-ის. მინუს a არ იქნება, მეგობრებო, საშუალო არითმეტიკული მეორე კოორდინატების, ხო? ანუ 100 დამატებული 7-ის ნახევარი. კი, იქნება საშუალო. ანუ ზოგადად, როდესაც ცენტრული სიმეტრია გაქვთ, ანუ ცენტრის მიმართ სიმეტრიული გარდაქმნა გაქვთ, საწყისი და საბოლოო წერტილებით შექმნილი მონაკვეთის შუა წერტილი გამოდის, ცხადია, სიმეტრიის ცენტრი. და ძალიან კარგი კავშირი არის მის კოორდინატებსა და საწყის და საბოლოო წერტილის კოორდინატებს შორის. აქედან გამოვხდით ახლა -2a
უდრის A-ს პლუს 7 და მინუს 3A უდრის 7 და A გამოდის მინუს 7. მესამედი თუ აქ რაიმე დათვლა არაფერია. მოდი ვნახოთ მეორე ამოცანა რას გვეუბნება, თუ არის იგივე 58-ის მეორე. ემის რა მნიშვნელობებისთვისაა, აი A წერტილი მინუს 6 3 8 და B წერტილი აქ 4 მინუს M 6 წერტილები C წერტილის მიმართ სიმეტრიულია. C წერტილი არის მინუს 1 M 7. და ესენი უნდა იყვნენ სიმეტრიულები. ნუ აქაც ანალოგიური იგივეა, რის მიმართაც ხარ სიმეტრიული, ეგ სივრცეშია უბრალოდ მოცემული. ის წერტილი გამოდის შუა წერტილი AB მონაკვეთის, ნუ სადღაც სივრცეში იქნებოდა AB მონაკვეთი და C გამოვიდოდა მისი შუა წერტილი. და ესე იგი მისი კოორდინატები -1 იქნებოდა -6 დამატებული 4-ის ნახევარი, M აი ეს M იქნებოდა -3 დამატებული -M-ის ნახევარი და 7 იქნებოდა 8-ს დამატებული 6-ის ნახევარი და არის კიდეც, ხო? ნუ ეს ახლა გასაგებია, ეს და ეს და აქედან კი გამოვთვლით 6. ნუ გამოდის 2M უდრის 3-ს მინუს M-ს, 3M უდრის 3-ს და M უდრის 1-ს. კარგი. ახლა მოდი 59-ს ვნახოთ. რა სიტყვობს? ესე იგი, საკოორდინატო სიბრტყეზე იპოვეთ წერტილი, რომელიც თანაბრად არის დაშორებული A წერტილიდან B წერტილებიდან, რომლის კოორდინატები ტოლი რიცხვებია. ეს კოორდინატები ტოლი რიცხვებია. აი, ერთი ციფრა ვიქვი ახლა და იმას ვისა, დავალაგებ ახლა მე. პირობა სიტუაცია საკოორდინატო სიბრტყეზე იპოვეთ წერტილი, რომელიც თანაბრად არის დაშორებული. კაი, ანუ A წერტილი. პრინციპში მოდი დავხატავ ახლა ამას მე. ავიღებ საკოორდინატო სიბრტყეს. ასე. ასე. -3 თუ დაახლოებით სად იქნება ახლა წარმოვიდგინოთ. აქ არის თქვათ -3. აქ იყოს 6. აი ეგ არის A წერტილი, სად იქნება B წერტილი, ხო? 3 - 5-იო და თითქმის იგივეთი იქნება დაშორებული, 3 თითქმის იგივეთი იქნება დაშორებული და ცოტა აქ არის თქვათ -5. აი ეგ არის B წერტილი, ხო? ასე არის B და ნუ ეგ არის 6 და ეს არის A წერტილი. ჩვენ ვეძებთ ახლა წერტილს, რომელიც თანაბრად არის დაშორებული ამ ორი წერტილიდან. კაი, სადღაც არის ახლა ეს წერტილი, თქვათ A წერტილი პირობითად დაახლოებით თვალით რო წარმოვიდგინოთ ახლა. და აგერ რომ იყოს აი აქ A წერტილი და ის დაშორება ეგ მონაკვეთი, აი ასე ეს ორი მონაკვეთი უნდა იყოს ტოლი. მაგრამ ახლა გეომეტრიიდან შეიძლება გახსოვდეთ, რომ შეგერთებინათ ახლა AB მონაკვეთი და მის შუა წერტილზე გაგევლოთ მართობი, ძალიან ყველა წერტილი ეს, აი ყველა ეს წერტილი თანაბრად იქნებოდა დაშორებული. მაგრამ ნახეთ ახლა როგორი სიტუაცია უნდა ვთქვათ, ეს არის რაიმე K წერტილი, რომლის კოორდინატები არის A და B. ნებისმიერი ასეთი წერტილი კი არ უნდა. უნდა რომ მოძებნო ისეთი AB წერტილი, რომლის კოორდინატები ტოლია. ანუ A უდრის B-ს. კარგი.
ну ახლა მე რა გზას ვხედავ აქ სხვა რამეს ვერ უყურებ ორ წერტის შორის მანძილის დასათვლელი ფორმულით გავყვები და აბა ანუ თან მოდი მაშინ რას ვიზამ იცი კოორდინატები თუ ტოლია ავდგები და ავიღებ აქაც 100 და აქაც 100 რა გამოვიდოდა აკა მონაკვეთის სიგრძე დავთვლი ჩვეულებრივად როგორც ითვლება ორ წერტის შორის მანძილის დასათვლელი ფორმულით ანუ 100 გამოკლებული -3 ამის კვადრატს, ანუ ერთსახელა კოორდინატების კვადრატს, ანუ x-ებს გამოვაკლი ერთმანეთი, აქ y-იც ხო იგივე 10-ია გამოსახული, აქ 100-ს გამოვაკლებდი x, ეს იქნება კამონაკვეთის სიგრძე, რა იქნებოდა ახლა მეგობრებო, მონაკვეთის სიგრძე, ეს იქნებოდა 100 გამოკლებული 3, ესე, კვადრატში დამატებული 100 გამოკლებული -5, ხო? -5 ეგეც კვადრატში. ну რადგანაც აკა ბეკა ტოლია, ну აკა თვის ბეკას ну თანაბრადაა დაშორებული, თავისთავად ეს ფესვები ერთმანეთის ტოლია, ну ფესვები მოიხსენებოდა და შიგ თავსიც ერთმანეთის ტოლია. ну რა გამოვდის, ეს არის 100 + 3-ის კვადრატს დამატებული 100 - 6-ის კვადრატი, ტოლი იქნებოდა 100 - 3-ის კვადრატს დამატებული 100 + 5-ის კვადრატი. ავყავთ კვადრატებში ახლა ეგ a კვადრატს + 6a + 9 დამატებული a კვადრატს - 12a + 36, a კვადრატს - 6a-ს + 9, a კვადრატს + 10a-ს + 25. ну a კვადრატები ტოლობის ორივე მხარეში თანაბრად არის ერთმანეთს გააბათილებს. 6-ას გამოკლებული 12-ა -6-ია, 9-ს დამატებული 36 45 ემატება. აქ 6-ას დამატებული -6-ას 10 ეგ არის დადებითი 4-ია და 9-ს დამატებული 25 ეს არის 34, ხო? იმედია რაღაცა ცუდად არ ვანგარიშობ. გადმოვიდოდა აქეთ ეს მინუსით, ეს -10-ია. ეს იქნებოდა აქეთ -11 და გამოდის 11/10. ну, გაწერტილი რა ყოფილა? გაწერტილი ყოფილა 11/10, 11/10. ნახოთ უსწორად დავთვალე, კი ბატონო, სწორად დაგისტავე. 61 ბოდიში მე-60 ნომერი. იპოვეთ იმ წერტილის x კოორდინატი, რომელიც ძევს x ღერძზე და თანაბრადაა დაშორებული წერტილებიდან. კი ბატონო. ესე იგი იპოვეთ იმ წერტილის x კოორდინატი, რომელიც ძევს x ღერძზე. და თანაბრადაა დაშორებული, სივრცეში კი ვართ ახლა. ხო x ღერძზე თქვათ ძევს რაღაცა m წერტილი, ხო? მაგრამ რა ახასიათებს ამ წერტილს ახლა? არ აქვს მნიშვნელობა სივრცეში ხარ, სიმტყეში ხარ, რომელ ღერძზეც ძევ ხარ. სხვა ღერძის მიმართ შენი მდგომარეობა არის ნულოვანი, ანუ და გაიხსენეთ სიმტყეში რომ ვართ და თქვათ x ღერძზე ვართ, ამ წერტილის y კოორდინატი ხო არის, დააგეგმილო კოორდინატთა სათავეში 0. და ანალოგიურად m წერტილის x და y z კოორდინატი 0 იქნება და ну რაღაც იქნება x0 თქვათ x-ზე მისი კოორდინატი. ეგეთი სიტუაცია რა. მოცემულია a წერტილი, რომლის კოორდინატები არის 1 2 3, მოცემულია b წერტილი, რომლის კოორდინატები არის 2 3 4 და მე აღებული მაქვს x ღერძზე რაღაც წერტილი და მინდა ამ ვთქვათ m წერტილი აღებული მისი კოორდინატები არის ვთქვათ რაღაცა x-ი 0 0 თავისთავად ხო x ღერძზე არის და მინდა ისე მოვძნო ეს m წერტილი რომ თანაბრად იყოს დაშორებული m-დან და a-დან და b-დან. ახლა აქ ნახას გადავწყვეტ იმ შობა რა აქვს, აი რომ წარმოვიდგინოთ აი თქვა რაღაცა სივრცეში არის
აი თქვათ ეს A და B წერტილის რაღაც არის. ასე, წარმოვიდგინეთ ეს ჰაერში ახლა A და B წერტილი. ხო? როგორ ვიპოვი ამ ორ წერტილს? უпроსტად როგორ ჩავწერ ამ პირობას, რომ ეს მონაკვეთები ერთმანეთის ტოლია. დავთვლი გამოვშეხავ ამ მონაკვეთის სიგრძეებს. რა იქნებოდა MA მონაკვეთის სიგრძე? იქნებოდა ფეშვი. და ერთსახელად კოორდინატებს გამოაკდებოდა ერთმანეთი, ხო? ანუ x გამოაკდებოდა 1, x - 1-ის კვადრატი. ნულს გამოაკდებოდა 2, ну ეს არის 2-ის კვადრატი. ნულს გამოაკდებოდა 3, ეს არის 3-ის კვადრატი, ხო? ასე. რა იქნებოდა MB მონაკვეთის სიგრძე? ხო. ესე იგი x გამოაკდებოდა 2 ეს კვადრატში. მერე ნულს გამოაკდებოდა 3, ნუ -3 მისი კვადრატი 3-ის კვადრატი პლუს ნულს გამოაკდებოდა 4 მისი კვადრატი 4-ის კვადრატი. და ამათ რადგანაც m-ა უდრის m-ს, თუ ცხადია ამის გამო ეს ორი ფეშვი ერთმანეთის ტოლი იქნებოდა და ესე იგი შიგთავსი ერთნაირი ექნებოდათ. x კვადრატს პლუს 3-ის კვადრატი ტოლი იქნებოდა x - 2-ის კვადრატს პლუს 3-ის კვადრატს პლუს 4-ის კვადრატი. ესენი ერთმანეთს აბათილებენ, გავხსნათ ფრჩხილი, აქ იქნება x კვადრატს გამოკლებული 2x პლუს 1 პლუს 4, ხო, 2-ის კვადრატი. აქ იქნებოდა x კვადრატს პლუს 4x პლუს 4 პლუს ეს 16 4-ის კვადრატი, 4-ები აბათილებენ ერთმანეთს, x კვადრატები აბათილებენ ერთმანეთს. 4x მინუსით და პლუსით გადმოვაკეთ. გამოაკდება 2x იქნება 2x, ერთიანით მინუსით გადავდო და არის 15 და x-ი გამოდის 15 მეორე. ну შევამოწმოთ პასუხი, ესეც სწორი უნდა გქონდეს. და მოდით ამ ვიდეოსთვის ბოლო ამოცანა 71 გავიხილოთ ახლა. იპოვეთ A და B. თუ A-2B და AB წერტილები შემაერთებელი მონაკვეთის შუა წერტილი არის 3-4. ანუ სადღაც გვაქვს A წერტილი, რომლის კოორდინატები არის A-2B და B. სადღაც გვაქვს B წერტილი, რომლის კოორდინატები არის, სიტყვაზე თქვა, ну, როგორც არის მოცემული. AB და რომ შევაერთეთ ეს ორი წერტილი ერთმანეთთან, ასე. შუა წერტილის, რაღაც M წერტილის, შუა წერტილი, ეს ნაწილი, ამ ნაწილის ტოლია. კოორდინატი გამოვიდა 3-4. და რა ვიცით ჩვენ ახლა, რა კავშირია? შუა წერტილის კოორდინატები ტოლია, ну, მონაკვეთის ბოლოები საშუალო არითმეტიკულის, ანუ 3-იანი ტოლია A-2B-ს დამატებული A საშუალო არითმეტიკული და ასე შეფარდებული 2-თან და 4-იანი ტოლია B-ს დამატებული B შეფარდებული 2-თან. ну, აქედან B-ს მარტივად დავთვლით 2B უდრის 8-ს, ხო? და B უდრის 4-ს. და აქედან რა გამოდის? ესე იგი 6 უდრის, აი 2 რო გავრავლდება 3-ზე, აქ 200-2B 2-ზე შეიკვეცებოდა, აქ იქნებოდა ანუ A-B უდრის 3-ს და თუ ჩასვამდი აქ ესე იგი A-4 უდრის 3-ს და A გამოვიდოდა 7. ანუ რა გამოვიდა იმ წერტილი? საძიებელი წერტილი, ხო? თუ უბრალოდ ჩვენ ეს არ გვეკითხებოდნენ, რომ გვეკითხებოდნენ A-ს და B-ს და ну შესაბამისად A მივიღეთ 7 და B მივიღეთ 4. ну საკმაოდ ჩქომატებადი 10 ამოცანა გამოდგა. მოდი დროებით დავშვიდობოთ ერთმანეთს და მერე 62-დან გავაგრძელებთ.